ვითომ ეს არ კმაროდა და ახლა ახალი გასართობი გამოჩნდა. 1 საათში აეროპორტში უნდა იყოს და ვიღაცას დახვდეს. რა მინდა აეროპორტში? აბა რა სიზამ? ოპერატიული გარემოება ასე მოითხოვს. არა, ოპერატიული გარემოება თუ მოითხოვს, კი, მაგრამ ხო, ოპერატიული. მხოლოდ ოპერატიული. ამიტომ შეგვიძლია ბიძინას სათქივარი უბრალოდ ბანზე ავაგდოთ და სასაუბრო საკითხი ოსტატურად შევცვალოთ. ვინმე ყოფილა რაღაცა შვარცნეგერივით. ამერიკიდან ჩამოდის შვარცნეგერივით ლექსო და ბიძინას უსრულდება ნატრა. მას უნდოდა ხოლოდა ნაპარნიკი. 4 წელიწი. აი შენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ბრაზის მიზეზი გასაგებია. ბიძინას და ლექსოს შეხვედრა არის პირველი შეჯახება ქართულ და ამერიკულ კულტურებს შორის, სადაც ამერიკული იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. აქ ერთმანეთს ეჯახება ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელსაც თურმე საერთო ბევრი ჰქონია, მაგრამ თავიდან ეს არ ჩანს. და პირველ რამდენიმე სერიაში ბიძინასა და ლექსოს შორის ფარული დაძაბულობაც კი შეიმჩნევა. ამაზე შემდეგ, იქამდე კი ვნახოთ რას ხედავს თითოეული მათგანი. ბიძინა უყურებს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჩამოსულია ამერიკიდან, რაღაცა უსწავლია და სხვებისთვის ჭკუის დარიგებას და კარიერის მოწყობას აპირებს. ბიჭო, ესენი ვინ არიან? სწავლენ ამერიკაში. რაღაცას ისწავლიან, ჩამოდიან აქ ჭკუას გვასწავლიან. შენ ნამდვილი კარიერისტი ხარ, არ გეწყობს. ლექსო კი ხედავს ტიპურ ქართველ ღიპიან ბიძას. აეროპორტში მხდება მაიორი ბიძინა თაბაგარი. ღიპიანი შარაფისტი ქართველი ბიძა. ჩამორჩენილი შეხედულებებით მან ნაპარნიკი უნდა გადამიყვანა ჩემ ჭკუაზე. ამ პირიქით და ეხლა ბიძინა თაბაგარი ყურზე საყურეს ნაღაზ ვერ გაიგეცებდა. და ცვლილებებისადმი ანტიპათიით. იცით რა, მე მგონი ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვალეთ, დრო არასოდეს შეიცვალა.